საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროექტი აქტიურად მიმდინარეობს მარნეულის მუნიციპალიტეტში, მათ შორის არის ქალაქ მარნეულის შემოვლითი და სოფელ სარალში შიდა გზის მოწყობის სამუშაოები. ორივე პროექტით ჯამში 6 კილომეტრამდე თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გზა მოეწყობა, რომელიც მნიშვნელოვნად გაუმჯობესებს გადაადგილების პროცესს. გარდა ამისა, 26 მაისის ქუჩაზე აქტიურად მიმდინარეობს საფეხმავლო ბილიკების მოწყობის სამუშაოები. ქვემო ქართლის რეგიონში 7-ვე მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, მარნეულის შემოვლითი გზის გაკეთება, რომელიც არის დაახლოებით 3 კილომეტრი და 400. ეს გზა განტვირთავს ქალაქს საცობებისგან, მნიშვნელოვანია ძალიან მოსახლეობისთვის, გადაადგილებისთვის. ასევე ქვემო სარალში მიმდინარეობს შიდა გზების მოწყობა. დღეს ჩვენ ვიმყოფებოდით ქალაქ მარნეულში 26 მაისის ქუჩაზე, სადაც ეწყობა საფეხმავლო ბილიკები გზის ორივე მხარეს, მარნეულის ცენტრალური მოედნიდან ძეგლი მონუმენტი კიდევაც დაიზრდებიანამდე. ორივე მხარე ბილიკის დაახლოებით ჯამური კილომეტრაჟი არის 4 კილომეტრი. რაც შეეხება საგზაო ინფრასტრუქტურას, გადავწყვეტეთ, რომ ქალაქის შემოვლითი გზა მოვაწყოთ, რომელიც დააკავშირებს ორ შიდა სახელმწიფოებრივ მნიშვნელობის გზას, ეს არის მარნეული-ლომთაგორა და მარნეული-აზგენტ-თაზაგენტის გზას. იქნება მაგისტრალური გზა, მოეწყობა 6 მეტრის სიგანის ორფენიანი ასფალტობეტონის გზა.